14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის კლინიკაში ხვალ მსურველებს დიაბეტის ანალიზის გაკეთებას უფასოდ სთავაზობენ. შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის შემთხვევაში კი პაციენტებს ენდოკრინოლოგთან უფასო კონსულტაციის გავლაც შეიძლება. პარალელურად გაიმართება დიაბეტური სკოლა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ისინი გავლიან სწავლებას საკუთარი დაავადების შესახებ თუ როგორ მართონ იგი. აქცია ერთდღიანია, მას ბათუმის რეფერალური საავადმყოფო USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ანალოგიურ აქციას სამედიცინო დაწესებულება წელს უკვე მეორედ ჩაატარებს. დიაბეტის მსოფლიო დღე ინსულინის გამომგონებლის ფრედერიკ ვანტინგის პატივსაცემად მისი დაბადების დღეს დაწესდა. იმას ჩაუტარდება ყველა ჩვენ დიაბეტით დაავადებულ პაციენტთან მიმართებაში და იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ჯერ არ იცის, რომ აქვს დიაბეტი და სამწუხაროდ მათი რისკი საკმაოდ დიდია. ბათუმის რეფერალური საავადმყოფო ატარებს აქციას და ეს აქცია მოიცავს უფასოდ შაქრის გლიკემიის განსაზღვრა ყველა შემოსულ ხვალ პაციენტისათვის, რის საფუძველზე თუ ვლინდება დიაბეტი, მზად არის მთელი ენდოკრინოლოგიური სამსახური, რომ გაუწიოთ უფასო კონსულტაცია. აგრეთვე ხვალ ჩატარდება USAID-ის მხარდაჭერით დიაბეტ დაავადებული პაციენტებისათვის სკოლა.